შეხედე. რა ხედვა, მოფიქრე ფერები ნახეთ, ხო? აი, რო ვიყურებ, აი ესე მაჟრეა. აი, შორიდან და მაგარია. ხო, ნახეთ, საერთოდ შორიდან და შეაფას. ძალიან მაგარი, აი მე просто აი შოკირებული ვარ მართლა. აი ხო უნდა მოგივიდეს აზრად, რომ ესეთი ფერები ერთად კიდე კაი უკაცრავად აქ დარჩა ჩანთა, აი მე აუ ესე გამიკარდა გადავგავაფრინდა. მოიც ეს სურათი არის. კიდე კაი. არ ვიცი რა გითხრა. გაგვაბაკ. აი ეს ნახე მოდი ეკა. ნახე რა სილამაზეა. ფერი ნახე, გთხოვ. აი ძალიან მაგარია, ძალიან. აღმიანოვანი რომ აი არაჩვეულებრივი არა. რამხელა ენერგია მოდის ნახე. ძალიან. მართლა იმოქმედა ჩემს. საიდან მოდის ენერგია? აი ნახაც ვაფასებთ ამას. და ძალიან ისეთი დადებითი ენერგია მოდის თქო აღნიშნე. ჯერ არ გახსნილა გამოფენა და რას აფასებთ? ფარდები მაგითოა ჩამოფოლებული ნახატებზე. აი წარმოიდგინე უბრალოდ. არა, გამოხედვაზე გეტყობათ რომ კარგი ურთიერთობა არ გაქვთ ხელოვნებასთან. ფათაშერს ძალიან. მაგრამ არა უშავს ჩვენ სრულიად გამოთაყვანებული მოყვარულებიც კი დაგვიყენებია გზაზე და შეგვიყვარებია მათთვის ხელოვნება. მეგობრებო, რადგან დღეს თითქმის დროა უკვე დავიწყოთ, იმიტომ რომ დრო აღარ იცდის, მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ თქვენი იმყოფობით უსაყვარლეს, ულამაზეს, უნიჭიერეს, რაც თავარია და საერთოდ გამაუგნებელ დღესასწაულზე მაქვს ლაპარაკი, რასაც დღევანდელი დღე შეიძლება დავარქვათ. ეს არის ადამიანი, ვის გამოფენაზე თქვენ იყობებით, არმაზ მახარაძე, ეს არის უდიდესი მხატვარი. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობა, ჯერ უნდა თვალიერებთ. ჯერ არ დაწყებული, მინდა გითხრათ. თქვენ გაგიგიათ ალბათ იმპრესიონიზმი, გაგიგიათ კი, რა თქმა უნდა, სურეალიზმი, გახსენით წარბები ახალგაზრდა. გაგიგიათ დადაიზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, უამრავი სხვა სტილი, მაგრამ მიმდინარეობა მხატვრობის და სტილი, რომელიც თვითონ არმაზ მახარაძემ შექმნა, ამას ეწოდება ფუღურიზმი. აი, სწორი რეაქცია იყო თქვენგან. ალბათ, რატომ ფუღურიზმი, ხო? ეს უცნაური სახელწოდება მიმდინარეობისა მხატვრობაში, მაგრამ თქვენ რომ მის არმაზ მახარაძეს გულისხმობ ამ შემთხვევაში, მის ნახატებს კარგად დააკვირდებით და შეისწავლით, დაარწმუნდებით, რომ ამ ნახატების ავტორს თავში აშკარად დიდი ფუღურო აქვს. საიდანაც უდიდესი იდეები იფრქვევა და იფსება, რა თქმა უნდა, ხელოვნების. შესანიშნავია, იმედია, მალე გაიხსნება და დავათვალიერებთ. რა თქმა უნდა, მაშასე მე მინდა წარმოგიდგინოთ უდიდესი მხატვარი, ბატონი არმაზ მახარაძე. მობრძანით ბატონო არმაზ. შევეგებოთ დაში. დავატიეთ რომ გალოდინეთ ბატონო არმაზ. გამარჯობა, თქვენი თაყვანისმცემელი. შინდილი და ნათალი ველოდება. მობრძანდით, მაშასე დავიწყოთ, გახსნილად გამომიცხადებია ფაქტიურად გამოფენა. აქეთ გამობრძანდით ახალგაზრდა. მოდით დავიწყოთ. აი ესე დადექით რომ თვალსაჩინო იყოს ყველასათვის ხატვის უკან დაიკავეთ ადგილი რათა ხატვარი არ დაიჭდილოს. ფინალურ შემთხვევაში ხელოვნება ამასაც გაპატიეთ. რაც შეეხება ამ ნახატს. ფეხსაც მელა. ეს გახოთ ფეხსაცმელა. დიახ, ფეხსაცმელი და აი მელა ერთმანეთში. ფეხსაცმელი. ეს გამოვიდა ეს ფეხსაცმელა ძალიან კარგი რამუშია. თავისებური ძალიან მომწონს, აი მართლა ძალიან მომწონს ეს ნახატი და რა ღირს. თუ გიგით რა ღირს. იცით არის, აი ეს სურათი შეუფასებელია საერთოდ, მაგრამ თუ ხართ მკვდელი 60 წელში მოვცემთ. თუ ნამდვილად გინდათ 60 წელში ისე შეუფასებელია. ნამდვილი მკვდელისთვის. შემდეგი ნახატი. კარალიოტი. აი ეს არის კარალიოტი, მოიხრათ. კარალიოტი, ხილი, აი კარალიოტი. და ის ვერტმენი როგორც მოგეხსენება და აი ხლა ზამთარი არის, რამოდენიმე დღეში ეს გახდება ხურმალიოტი. მოგეხსენება დიახ და მე კიდე ზამთრის ბოლოს გახდება ჩირილიოტი. ცოცხალია თვითონ სურათი. ხელოვნება ხომ თავისთავად ცოცხალია და ბატონი არმაზის ფრინლები ხო საერთოდ სიცოცხლის მატარებელია. სხვა თუ არაფერი. მე მინდა გითხრათ რომ ბატონი არმაზი სხვათა შორის
ევროპაში ძალიან პოპულარულია როგორც ხელოვანი და მხატვარი. იგი იმდენად პოპულარულია და ისეთი აღიარება მოიპოვა მან, რომ გამოფენა როდესაც ჰქონდა მას ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, იქ ცნობილმა მხატვრებმა დიდი ზარზეიმით და დებორტით გამოაცილეს სხვათა შორის ჩვენი არმაზი, მინდა გითხრათ. უდიდესი ზარზეიმით და დებორტით. რაც შეეხება, მე მინდა გითხრათ, კარალიოტმა, არა მარტო კარალიოტმა, ძალიან ბევრმა მისმა ნამუშევარმა სოფლის განვითარება შეუწყო ხელი არა მარტო საქართველოს სოფლიოში. თქვენ თუ გახსოვთ უკვდავი ტილო, ეს იყოთ გამახსენეთ მოტოციკლეტი.კვდავი ტილო. იაპონელებმა იყიდეს როგორც პროექტი მოტოციკლეტი და აწარმოებენ ახლა სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს და განავითარეს ასე საოცრად სოფლის მეურნეობა, მინდა გითხრათ. მოტოციკლეტ ჩვენ კიდევ ქართველები ვერაფასებს ერთმანეთს რა შემდეგი ნამუშევარი სხვა არ დაგაფასებს. მობილურჯა აი, ეს არის მობილური ტექნიკა, აი, მობილური ძალიან ისეთი არის, შედევრი არის. ეხლა უბრალოდ დამჯდარი იყო და შევაერთე დაიტენება რომ კარგად გამოჩნდეს. აი, სხვათა შორის, აი ეს ნამუშევარი დავხატე მეორეჯერ. 1993 წელს დავხატე პირველი ეგზემპლარი და ეს არის უკვე გაატანილი მეორე ტილოზე რა. თვითონ აი ეს ნახე. და პირველი ეგზემპლარი სად არის? პირველი ეგზემპლარი შევჭამე. მაშინ რომის დროი გაჭირება იყო, შევშილი იყო და ყველაფერ ვჭამდით მაშინ და პირველი ეგზემპლარი შემომეჭამა მინაგით პერიოდში. კერა ბატონო არმას ჩაგეჭრებით, ჩაგიხტებით სიტყვაში. რაც შეეხება ამ ნახატს, რომელიც დაგვავიწყდა თავიდან, ტრაკანა. არა ჩოლებრივი ნახატი. ეს არის ნამუშევარი ტრაკანა. ეს არის სხვათა შორის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ტარაკანას შეხედა სხვა მხრიდან და შეხედა სხვა მხრიდან და მე ტარაკანა დავინახე საპირისპირო მხრიდან გუგლიდან და დავარქვი ტრაკანა ამიტომ როგორც დავინახე როგორც აგვიქვი ისე დავარქვი ტრაკანა სრულიად სხვა ტარაკანა როგორც სილამაზის სიმბოლო აქედან უფრო გასაოცარია და არაჩვეულებრივი სანახავია. დაიხიეთ უკან თუ შეიძლება ბატონო არმას, რაც შეეხება ამ ნახატს, ავტობუსი. ეს ავტობუსია. მერია ბოლოში მოიყანა ავტობუსი. ნაგითაც ბუზები რო ვიყავ უკვე ეს კუთარი ავტობუსები, მე გამიშთა იდეა და ავტობუსი შემქმნელი ასე დიახ. რა თქმა უნდა, შემდეგი ნახატი კიბორ მსხალა. აი კიბორ მსხალა გვაქვს. აი ეს ნამუშევარი მინდა გითხრათ. მსხალი და ერთად არის კიბოჩხარა. სხვა შორის აი ეს მსხალი არის გულაბი. დიახ თვითონ. კილო გულაბის გარეშე ეს ნახატი არის გამოვიდა და გადავიდეთ შემდეგ ნახატზე. რა ხდება? რა არის ძალა აღმას ხნავსო? ფანხარი. არაჩვეულებრივი. ხალხია უმამაზესი. ოშოს აი ეს რა თემეს. ვაი მე აღფრთოვანებული ვარ იქით გავსი არაფერი არ მინდა. მოიხსენია ხარი და თავისებურად ფანხის თავი. ათლილი წყვილით. სხვა შორის თქვენს კარგი ნატურა ხართ მინდა გითხრათ და მოგიგატოს. თუ ჩვენთან საღამოს ჩამომძანდებით სახელოსნოში დიდი სემონებით დახატავდით. ვაი მე სიამოვნებით მოვალ მართლა, იმიტომ რომ აი აღფრთოვანებული ვარ უბრალოდ ამ ნახატები. ძალიან კარგი. ესე გაუცლებად მოხვალ. აუცილებლად მოვა თქვენ თუ დამხატავთ მე აუცილებლად. უნდა მოხვდეთ უეჭველი რა. არა მაგებიოთ ახლა თქვა ისიათ შამპანი ურდა მამანერგა თუ მოხოთ. არა, კი, ხატრის გადაგდება არ იქნება. ხატრის გადაგდება სამშობლოს გადაგდება. აი გემოძანით ამა. გავაგზავნოთ. აქედან დავიდექით. რა შეეხება შემდეგ ნახატს, ეს გახლავთ კურუხი. სხვა შორის ეს უნდა ყოფილიყო თეთრზე, მაგრამ გამითავდა და ყვითელზე არის დახატული. გასაგებია, კარგი, ძალიან კარგი. შემდეგი ნახატი ტელევიზორო. აი ეს ნახავთ ტელევიზორო, აი სხვათა შორის. რამდენი ხანი ხატავდით ამას, იმიტომ რომ ძალიან ფანტასტიკური. სხვათა შორის აი ამ ნაშრომზე მუშაობდი 3 წელი თვითონ ნახატი თვითონ ნახატი 5 წუთში დავხატე, მაგრამ 3 წელი უბრალოდ ველოდებოდი ლიცენზია ზოროსგან და როგორც კი მივიღე ავიღე ბაქალეთა და შექმნე ტელევიზოროს ეს ხატვარი ასე ფაიზახს ბაზრობდეს პირველი შემთხვევა მობძანდით აქეთ აქეთ შემდეგი რაც შეეხება შემდეგ ნახატს ძერაქვი ეს გახავთ ძერაქვი
მოგესალმებით, აი სამუშაო იარაღია წერა და აი ესეც აწყობილი არის თავის ამაზე, დიახ. სხვადასხვა სოფლის მეურნეობაში ესეც გათვლილია რომ პროექტად გაკეთდეს. აი ეს და შემდეგი ნახატი რა უბედურება არის ასეთი? აი ეს გახსოვთ? წითელი სპილონჯი. აი ესე ქვია, ნახა. დიახ. წითელი სპილონჯი. ხო, მაგრამ ამ ნახატზე ბურთელზე არც სპილოა, არც ლონჯი, არც წითელი. ეს ადამიანთარებია მე? გაცრავად. რა მოხდა ახლა? მხატვარს დაავიწყდა ნახატის დამთავრება უბრალოდ. წითელი სპილონჯი გია, მაგრამ ზედარაფია. ახლავე დაამთავრებს. გამოიწიეთ აქეთ. ახლავე დაამთავრებს. ჩვენ შემოქმედების მომსწრება. რა თქმა უნდა, თქვენ ახლა ცოცხალი შემოქმედების მომსწრენი გახდებით. გასავთ. დიახ. ვერ დაამთავრა მოგესწრებათ. არ არის მოცლილი ადამიანი. უამრავი. აი, მობძანდით? მობძანდით. ბრავო. ერთი წუთი. წითელი სპილონჯი. აი, ეს გახლავთ ნამდვილი შედევრი. მოგესწრებათ წითელი ლონჯი. თავისთავად თავი, ლონჯი და წითელი ტანი ეს ყველაფერი. გამოჩნდა უკვე რა. გამოშევარი არის. დიახ, ისმენთ რა გნებავთ. გამარჯობა, მე სპეციალურად დაგაცადეთ, რომ კარგად ვისაუბრო. მე მოვედი, ბატონო და ქალბატონებო, ხელოვნების მოამაგენო და ტრფიალნო, რათა ეს ადამიანი სიცრუეში ვაფხილო. ერთი წუთით მეგობარო. დიახ. ერთი წუთით მეგობარო. რა მასკარადია რა. ეს ადამიანი პლაგიატია და მეტი არაფერი. საქმე იმაში გახლავთ, მე ყველაფერს აგიხსნით, მე ყველაფერი მოტანილი მაქვს. რა გნებავთ, ბატონო, რა გნებავთ? მეგობარო. ეს გახლავთ. ერთი წუთით მეგობარო. ჩვენ რაღაც სპექტაკლი შევუკვეთეთ გამოფენასთან ერთად თუ რა ხდება? არავით არის სპექტაკლი, მე მხოლოდ სიმართლეს. რა გაინტერესებს, ბატონო, რა სიმართლეს? მე მაინტერესებს. მე არაფერი არ მაინტერესებს. მე მინდა ჩემი სათქმელი თქვა, ეს ადამიანი არის პლაგიატი და მან მომპარა იდეა. ბატონებო, რა იდეა მომპარა? ეს ყველაფერი არის ჩემი იდეა. აცადეთ, ციცრუით სარცხეში თვითონ დაიწყო. არავით არის ციცრუი, ოღონდ მე ცოტა სახეცვლილებით მქონდა ეს ყველაფერი და ამ ადამიანმა მომპარა. კი, მაგრამ ეს არის ჩემი მიმდინარეობა. ვინახავთ, საიდან მობძანდით? ეხლა მოგახსენებთ, ეს გახლავთ ჩემი მიმდინარეობა, რომელსაც ეწოდება მხატვროზია. ბატონებო. მხატვროზია მოგპარათ ბატონო. მხატვრობისა და პოეზიის სინთეზი. ასე ვთქვათ, მე ვხატავ ლექსებს. აჰა. მე წამოღებული მაქვს ჩემი ნამუშევრები. მინდა გაჩვენოთ. გვაჩვენეთ, ძალიან გვაინტერესებს ეს გვაჩვენეთ. თავად მივხვდებით. კი ბატონო, დავიწყოთ. ჩამსკვირო ინტრიგანო. აი ბატონო. ეს რა არის? ანა კალანდაძის ფანტასტიკური ლექსი. ლამის სახლში შემოიჭრას თუ. აგერ ბატონო, თუთა რომ ლამობს შემოჭრას სახლში და ეს თვითონ ლამა და ლამის სახლში შემოიჭრას თუთა. თუთა რომ შემოიჭრა სახლში. არ არის ეს ჩემი იდეა. გერსადა. არა, გვაჩვენეთ, ძალიან ხო, გვაჩვენეთ. აბატონო, და ეს არის პოეზია, ხელოვნება? აბატონო, ყორღანებიდან დავარაგეთ. ნოლი აფრინდა. აბატონო. აქ ერთი რამ არის, უნდა გავითვალისწინოთ, უბრალოდ ყორღანები არ მინახია არასდროს, ამიტომ ასე გამოვსახე, რომ არ მომეწყებია ჩემი ერთგული და ეს იგი ნახმელი. დიახ, აი შეგიძლიათ შეისწავლოთ. ეს არის გნოლი. გნოლზე ვერ შემედავებით ბატონებო. გნოლი და ყორღანები არ გინახე და კითხვის ნიშნები. ყორღანები ასე გამოვსახე. შემდეგ მე ესე იგი ზღაპრებსაც მოვედე. აბატონო, ნახევარ ქათამა. ეს რა, როგორია? ნახევარ ქათამა. და ასევე ისტორიულ ჰეროიკული ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთი და რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე ისეთი თვალსაჩინო ნამუშევარი აბატონო. ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს, ქალბატონო? მაინტერესებს. ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს და ჩვენ ბალახზე თუ ფეხში შველა არ გაიარე, რა მამული. აი, ბატონებო, თუ არ არის ეს ადამიანი პლაგიატი. შეგიძლიათ დაახვიოთ ეგ. ფურცლები კარგად დაახვიოთ. კი ბატონო, დავახევ და ჩამოვკიდეთ. აი, თქვენ ხელოვანი კი არა, თქვენ ხარ ხბოზი. ხუჭის ხბოზი ხარ, თქვენ. რას მელაპარაკ? ხუჭის ხბოზი ხარ. ხვენია. ჯიჯგვი ინტრიგანო ეს. გადი გარეთ. ამასაზე არ გავწოვებ. იბძად ისე ვიგინდა რა ვიღაცა ხარ მართლა გაუცდელებულ ხარ. ჩამსკვირი ინტრიგანი ეს. გასავთ მეგობრებო, ავღელდი. ესეთი ადამიანები
ხელოვნების სანაგვეზე უნდა ეყარნენ. აი ეს არის. არაფერი და დაივიწყეთ. რომელსაც ბატონებიშა ახლა არ არის პრობლემა. ბატონებო, მოკლედ მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოგეწონათ. დაივიწყეთ ეს ინციდენტი. ყველაფერი საოცარი იყო, უბრალოდ უკვე თენდება საცა 8 საათია თუ არ ვწდები. კი 8 საათია და უკვე ხალხი შემოვა საგამოფენო დარბაზით იხსნება და მომეხმარეთ თუ შეიძლება. ამეებში რომ იხსნება მომეხმარეთ, თორე ხალხი შემოვა ახლა დირექტორი და მომეხმარეთ თუ შეიძლება დროზე სწრაფად ხალხი შემოვა უკვე და მოგდა აქეთ მოგდანეთ, გავიდეთ. გავიდეთ აქეთ მოგდანეთ. აქეთ წესე გავიდეთ, იხსნება უკვე იცნებიან და სიკვდილია.